გამარჯობათ. ეხლა მე მინდა განახოთ თუ რას წარმოადგენს არასტანდარტული დეტალები. მოკლედ, როცა შევდივართ კარადაში, აქ არის ესეთი ნესტანდარტნიები. ანუ ეს არის არასტანდარტული დეტალები, ვაწვევით ამას და გამოდის აი ესეთი ფანჯარა. ეს არის ვერტიკალური გვერდი, ეს არის ჰორიზონტალური დეტალი, ეს არის საზურგე 18 მმ-იანი, ეს არის 3 მმ-იანი. ეს ტალეშნიცა, კარები და თარო. მოკლედ, ნახოთ ახლა როგორ ხდება ამ დეტალების მოხმარება. ეს გამოვიტანოთ პირველი დეტალი და ახლა რა შეგვიძლია ჩვენ ამ დეტალს გავუკეთოთ, როგორ შეგვიძლია ეს მოვიხმაროთ რა. ეს არის გვერდი, ხო? მოდი ბარემ გამოვიტანოთ ძირიც, ხო? და კიდევ გამოვიტანოთ გვერდი. აი ნახეთ თუ როგორ ეწყობა ესენი ერთმანეთთან სათითაოდ, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ ჩვენ გვინდა რომ გქონდეს მინიფიქსები, ვაწვევით თითოეულ დეტალს, ესე ვეუბნებით jobs და ვეუბნებით yes. და აი ნახეთ გამოვიდა ჯობი, მაგრამ ეხლა აი ამ დეტალს მაგალითად, ესე იგი minifix-ს ნიზუ გავაქროთ. ეხლა დავაწვეთ ამ დეტალს, ძირს, ვეუბნებით jobs, ვეუბნებით და das ვეუბნებით და ნახეთ, აი minifix-ები გამოვიდა აი აქ. ესე იგი, იგივე ამ დეტალზეც ვეუბნებით jobs და ქვედა minifix-ს ნიზუ გავაქროთ. ეხლა ეს დეტალი შეგვიძლია ჩვენ კიდევ ახალი ძირი გამოვიტანოთ, რომელსაც გავადიდებთ, მოდი ვთქვათ, ეხლავე გავადიდოთ ეს ამას პლუს 36 მმ-ით გავადიდოთ. ხო, ეხლა ეს ავიტანოთ ძევით, ნახეთ. წამოვედით ესე. ბატონო, მივიღეთ 5. სადაც გვაქვს ეს minifix-ები, აქ შეგვიძლია minifix-ი დავაწვეთ ამ დეტალზე, გარეთ თუ არ ქონდეს minifix-ი. ჯობში შევდივარ და ვეუბნებით minifix-ის პოზიციას, სპრავა или слева, слева-ს ვეუბნები და ნახეთ minifix-ი როგორ გამოვიდა მარცხენა მხარეს. ეხლა ეს დეტალები ყველა ესე იშლება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ასეთ შემთხვევაში, რომ გქონდეს ერთიანი ყუთი, აი ნახეთ რომ დავაწვევით აქ, აბსოლუტურად ყველა დეტალი ცალ-ცალკე დადის, მაგრამ თუ გვინდა რომ ესენი იყვნენ გაერთიანებულები, მაშინ ვაწვევით shift-ს და ეს ყველა დეტალი მოვნიშნოთ, აი ესე მოვნიშნეთ. აბსოლუტურად ყველა დეტალი მონიშნულია, ვაწვევით მარჯვენა ხიდაკს და ვეუბნებით საზრდაც გრუპირობა. всё, ეს ყუთი მთლიანად სადაც არ გინდა დააწვეთ, ერთი მთლიანი გახდა. კარგით, ეხლა აქ გვაქვს ჩვენ სპინკა, შეგვიძლია ეს სპინკაც, ესე იგი, მივუერთოთ ამ ჩვენ ყუთს. ბატონო. ესე ეხლა შეგვიძლია ესეთი რომ გავაკეთოთ. დავდგეთ აქ და ამ ჩვენ ხუთი ზომები ავიღოთ. ბატონო, გვაქვს ეს და ეს და ეს, ხო? ეს არის 738-ია სიმაღლეში და 636 სიგანეში. 738, 636. 738 და 636. ესე იგი, მოდით ახლა ეს ჩვენი საზურგე გავასწოროთ, ისე როგორც საჭირო არის. ბატონო, აქედან გამოვიტანოთ აქ. ბატონო, მივიღეთ საზურგიანი ყუთი. აი ესეთი. კარგით, ეხლა რა შესაძლებლობებია ამ ყუთებზე? ყველა აი ამ ყუთზე დეტალზე, უფრო სწორედ ყველა დეტალზე შესაძლებელია ამოიჭრას. ამ საზურგეზეც 3 მმ-იანზეც, 18-იანზეც, გვერდზე, ამ გვერდზე, სტალეშნიცაზეც, თაროზეც შესაძლებელია
გავაკეთოთ ამოჭრება. მე ახლა დამოჭრებას გავაკეთებ თუ როგორ შეიძლება ამოჭრათ თუნდაც აი გვერდზე ან მოდი თქვათ აი თაროზე, ხო? ზედა თაროზე შესაძლებელია რომ ამოჭრათ წრე. მაგრამ თუ მჭირდება, ხო? კი ბატონო, დავაწყებული ამ ყუთზე, ვეუბნები კონტურს, კონტურ სვერხუ, მე შევდივარ დეტალებში, ახაც ვეუბნები კონტურს, კონტურ სვერხუ და გამომიტანა ესეთი დეტალი რა. კი ბატონო, ეს დეტალი გამოიტანა და გვაქვს აქ კრუგი, ხო? ესეც არის კრუგი და აქ არის აკრუჟნასტი. ეხლა ეს კრუგი არის იმისთვის, რომ ამოიჭრას. თუ სადმე ამოჭრა გვინდა, აი სადაც დავაყენებთ, აქ შეგვიძლია დიამეტრი მისი გავზარდოთ, ბატონო, აი ესე. ან დავაწყოთ shift-ს და ჩვენთან ჩავწეროთ რა დიამეტრი გვინდა ზუსტად და დავაწყობთ აი აქ ცარიელ მინდორზე და შეგვიძლია ასევე 4 დიამეტრს გავაკეთოთ. აი კონტური. კი ბატონო, ნახეთ. აი ესე წავედი. აი აქ ესე, წავედი, აი აქ ესე, წავედი ესე და შევაერთე ეს აქ. აქაც დავაწყობთ და ნახოთ ახლა რა მივიღეთ. აჰა, ბატონო. მივიღეთ ის ამოჭრები, რაც ჩვენ გვინდოდა. რომელიც შემდეგ გადადის დოკუმენტაციაში და პროგრამა DX ფაილის სახით გიგზავნით, რომ თქვენ პროგრამულ ჩარხს მიაწოდოთ დოკუმენტი, რომ მან მერე ესე ამოჭრას. ეხლა ნახოთ აი ამ დეტალზე მაგალითად ამოჭრათ სანათის ადგილი. და როგორ შეიძლება ეს ამოჭრათ, ხო? დავაწყობთ ამ დეტალს, ვეუბნებით კონტურს ვერხუ, ანუ ეს იქნება რომ ზევიდან არის და ვეუბნებით შევდივარ დეტალებში, აქაც დავაწყობთ და ვეუბნები კონტურს ვერხუ, ბატონო. აი მივიღეთ ზევიდან დეტალი, ხო? ეხლა გვინდა რომ ამოჭრათ სანათის ადგილი, ხო? მაგრამ მე ესეც ამას გავაკეთებდი, რომ ჯერ გამოვიტანდი ზომას, აი ვინოსკა, ამაშვია, ეს არის ზომის გამოტანა, ნახეთ? და რა ზომა არის, რომ მინიფიქს რო ავწდეთ ჩვენ და ამოჭრათ მინიფიქსი, დაახლოებით 85 მმ გადმოვიდეთ ეს ზომა აქეთ. აი ეს. და გვაქვს ზომა, რომ ჩვენ მინიფიქს არ დავეჯახოთ. ეხლა ვიღებ კონტურს, ნახეთ და უფრო სწორი იქნებოდა კონტური დაგვეწყო აი აქიდან, ხო? აი დავიწყეთ აქიდან. შემოვედი აქ, რამდენი მილიმეტრით მინდა რომ გავაკეთო? ვაწვევი enter-ს და ვეუბნები რომ 12 მმ-ით მინდა სიღრმე რომ მქონდეს, ხო? ოკეი, ვეუბნები, თვითონ დაჟა 12 მმ-ზე, წამოვედი ახლა აქეთ. აქ ვეუბნები რომ მინდა 20 მმ, აბატონო, ვეუბნები enter-ს და დაჟა 20 მმ-ზე, მერე გამოვედი უკვე აქეთ. წამოვედი აი ესე და შემოვედი აქ, ისევ აქ შევერთი. დავაწყობუნი აი აქ და ახლა ვეუბნები გამოდივარ პროგრამიდან და ნახეთ აი როგორი ამოჭრა მოხდა. სადაც ჩვენ შეგვიძლია ან სანათი ჩავსვათ, ან რაიმე სხვა რამე ჩავსვათ. კი ბატონო, აი მე მგონი ძალიან მარტივად გაკეთე ეს ყველაფერი, აი ესეთი ამოჭრა. რასაც თქვენ ღებულობთ შემდეგ დოკუმენტაციაში DX ფაილის სახით. კი ბატონო, აი ესეთ ნაირად ხდება ყველა დეტალზე ამოჭრა. მინდა კიდევ განახოთ ერთი რამ, თქვენ რომ მაგალითად რომ გააკეთოთ აი ეს გამოვიტან ამ დეტალს. მოდით ეს დეტალი ესე გამოვიტან ცოტა შორს. და დაუშვათ და გააკეთოთ წრე. და მიიღოთ სეგმენტი იმ წრესგან, რომ დაუშვათ ვიზუალში მიიღოთ აი ესეთი კარადა. მოდი ვნახოთ აი ისი გაკეთება არის შესაძლებელი, ხო? კი ბატონო, ახლა აი ამ დეტალს დავაწვევი. ვეუბნები კონტურს, მერე კონტურ სვერხუ, დავდივარ აი აქ, შევდივარ აქ და ისე ვეუბნები კონტურ სვერხუს და აი აქ ჩვენ გვაქვს აკრუჟნოსტ. ეს რა არის? ეს არის უკვე თუ ეს კონტური ჭრის რვალად, ეს პირიქით ნაკეთებს მოცულობას. აი რას ნიშნავს ეს განახეთებ. ეს აკრუჟნოსტი წამოვიღოთ. მოდით ეს გავადიდოთ და სადღაც აი აქ ცენტრში დავჭრეთ, ხო?
ეხლა ამას ესე გავადიდებ კიდევ აი ესე ეს გამოვიდანთ ცენტრში და გავადიდოთ აი ეს აბატონო დაუშვათ მივიღეთ ესეთი წრე ხო ეხლა ნახეთ ეხლა გამოდივარ აი ამ კრუგს ამისი არის ესე იგი 276 კი ბატონო ეხლა ეს არის კრუგი დავშვი ისევ აქცენტში და წამოვედი ეს ჩვენი კრუგიც მოვედით აი აქ ეხლა ეს პირობითად ვსვავ ამას თქვენ შეგიძლიათ ენტერის თუ დააწვევით ხო ასეთ შემთხვევაში ზუსტად მიცეთ ზომა აი გამოვედი აქ ეს დავაწყაპუნი აქაც ცარიელ მინდორზე მე შემოვედი კონტურზე და დავიწყებ აი აქიდან ეს ჩამოსვლას გამოვედი აი აქ ესე ნახეთ წამოვედი აი ესე წამოვედი ესე წამოვედი აი ესე და შემოვედი აი აქ ესე შუახეს დავდექი ცარიელ მინდორზე და უნები გამოდივარ ახლა ეს ფაქტურად ოკეი არის აი ნახეთ რა მივიღეთ აი ესეთი დეტალი რომელიც ჩვენ შეგვიძლია მოვიტანოთ აი თუნდაც აი აქ მოვატრიალოთ და დავშვათ ისეთნაირად რომ ფაქტიურად მივიღოთ კარები, რკვალი კარები თუნდაც. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ ეს დეტალიც ისეთნაირად იმ დიამეტრზე შემოჭრათ რა. აბატონო. რომ დავშვათ, ეს უკვე თქვენზე არის დამოკიდებული, თქვენ როგორ მოიხმართ აი ამას ყველაფერს რა. ფაქტობრივად თქვენ შეგიძლიათ შევქმნით აი ესეთი წრიული დეტალი, თუმცა დოკუმენტაციაში ამ რკვალ დეტალს არ გასდევთ, იმიტომ რომ კი ზომები შეგიძლიათ ამოიღოთ ამ დიამეტრის ამ კვეთების დეტალის რადიუსები, კვეთები და ასე შემდეგ. თუ რა როგორ არის მოჭრილი და რანაირად, მაგრამ პრინციპში დოკუმენტაციაში ვერ იქნება ეს, იმიტომ რომ ამას თქვენ მხოლოდ ნახაზის მიხედვით ინდივიდუალურად თუ დაამზადებთ და გააკეთებთ. მოკლედ ეს იყო რაც მინდოდა თქვენთვის მეჩვენებინა. აი ესეთი რაღაცები გაბარიტული რაღაცები და ესეთი მოცულობითი რაღაცები შეგიძლიათ ნებისმიერ დეტალზე გააკეთოთ, თუნდაც ჰორიზონტალურ დეტალზე შეგიძლიათ გააკეთოთ და საინტერესო რაღაცები შეიძლება მიიღოთ. თუნდაც აი ესეთ შემთხვევაში მოდით კიდევ ერთხელ გავაკეთოთ კონტური, კონტურს ვერ ხუვთრათ. შევდივართ მე დეტალებში. შევდივართ აქ. კონტურს ვერ ხუ. და აი მოდით თქვათ მივცეთ ეს აკუსტოს. აი გამოვედი აქ ესე. დავდექი აქ და ესეთი რამ გავაკეთე, ხო? ეხლა მე შემიძლია ეს შევიდე აქ კრუგით. ისე ცენტრში დავდგე. ეს მოვჭრათ ესე. და დავდექი აქა და გამოვედი აქედანაც, ხო? აი ნახეთ, როგორი რაღაც მივიღე. კი ბატონო. ეხლა თქვენთვის გასაგებია მეგონი, აქ შეგიძლიათ თქვენ დეტალის დააწყაპუნოთ და მიიღოთ აქ ეტალშინა მატერიალა ინდივიდუალურია ეტალშინა და დავუშვათ მიცეთ 600. სიმაღლე აი ნახეთ როგორია. პრინციპში, ეს ქმნის რაღაც შესაძლებლობებს, რომ პროგრამაში ეგეთი რაღაც არაორდინალური რაღაცები გაამზადოთ და გააკეთოთ. მოკლედ ამითი მე გამშვიდობებით, მეგონი აქ ძალიან მარტივად არის ყველაფერი. თქვენ ნახეთ თუ როგორ მოხდა ამ დეტალების გრუპირება, ერთმანეთთან შეერთება, აქ საზურგი არ მიგვიერთებია, მაგრამ თუკი ჩვენ მაგალითად საზურგეს ხო მოვნიშნავთ საზურგესაც
და თავიდან ვეთქვით საზრდაც გრუპიროვკუ, უკვე საზურგეთს ამასთან ერთად თბილისის დეტალთან ერთად. თუ ამ დეტალსაც მივაერთებთ, ხო? აი ნახეთ, აი ამასაც. საზრდაც გრუპიროვკუ, კიდევ ვეთქვით, უკვე ყველაფერი ერთად თბილისს, ყველა დეტალი. და ასევე შეგიძლიათ, მიაერთოთ თუნდაც აი ეს დეტალი. ნახეთ, ეხლა აი დავაწვევით shift აქაც, ამ დეტალსაც, ეხლა alt-ით მოვატრიალოთ ეს და დავაწვევთ აი ამ დეტალსაც, საზრდაც გრუპიროვკუ და, მოკლედ ეს ყველაფერი ერთად თბილისს, ამ დეტალის, ასე ვთქვათ, ამასაც დავაწვევთ, კიდევ საზრდაც გრუპიროვკუ ხელახლა და, ეხლა უკვე ნამდვილად ყველაფერი ერთად თბილისს. მეგონი, აქ ყველაფერი გასაგებია, ყველა ხუთი შეგიძლიათ ერთმანეთთან დააკავშიროთ საზრდაც გრუპიროვკუთან და ყველა ხუთი ერთად გადაადგილდება. ამით მე გემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე.